გადაცემა მონატრების ფერების კეთება რომ დავიწყეთ, არ ვიცოდით წინ რა იქნებოდა, რამდენი ხანი იქნებოდა გადაცემა მონატრების ფერები სოციალურ პლატფორმებზე. გადაცემა მონატრების ფერებს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, თუ როგორ ვიწყებთ ჩვენ ამ გადაცემის კეთებას. დიახ, დღევანდელი ჩვენი გადაცემა განსხვავებული ფორმატით წარსდგება თქვენს წინაშე. ჩვენ ამ გადაცემაში მოგიყვებით, თუ როგორ მოვიარეთ აქამდე და თუ რა გზა გავიარეთ, რომ თქვენთვის საუკეთესო გადაცემები გვეჩვენებინა. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ გადაცემა მონატრების ფერებზე მუშაობას და წინ საინტერესო და განსხვავებული გადაცემები გელოდებათ. ალბათ გაგიკვირდება თუ როგორ მოვიდა გადაცემა მონატრების ფერები წლების წინ დაწყებული აი აქამდე. 2026 წელია, ძველით ახალი წელია. გილოცავთ ჩემო ქართველებო, ჩემო ქართველო ემიგრანტებო, სრულიად საქართველო ძველით ახალ წელს. ჩვენ ქართველებს გვაქვს ის რომ აღვნიშნოთ ორი ახალი წელი. ახალი წელი და ძველით ახალი წელი. გილოცავთ კიდევ ერთხელ ბედნიერების, ჯანმრთელობის და ხვავისა და დოვლათის მომტანი ყოფილიყოს ახალი 2026 წელი. ახლა მე ვდგავარ ადგილზე, სადაც წლების წინ ჩვენ გადაცემას ვწერდით, ვეძებდით ჩვენს მთავარ პროდიუსერს, ლიგია მუშკუდიანს. ჩვენ ის ათენში ვერ ვნახეთ. და ამიტომ ჩამოვაკითხეთ რუსთავში და აი ახლაც, როდესაც ჩვენ ვაჯამებთ 7 სეზონს, აი ახლა ვართ ჩვენ მეგობრობის ქალაქ რუსთავში. ამ ქალაქშიც გამორჩეული არის ლეონიძის 30 ნომერი და სართული 4, ტესერა, როგორც ბერძნები იტყვიან და იქ არის ჩვენი მთავარი პროდიუსერი ლიგია მუშკუდიანი, რომელიც ყოველ ახალ წელს ჩამოდის ხოლმე საქართველოში, რათა აქ საკუთარ ოჯახთან შეხვდეს და იზეიმოს ახალი წელი. ჩვენ ახლა მოვედით მასთან, აი როგორც მაშინ წლების წინ და ახლა ავალთ მასთან და ერთად შევაჯამებთ გასულ სეზონებს და ვისაუბრებთ მომავალ სეზონებზე. წამომყევით. ამოვედით ლეონიძის 30 ნომერში მეოთხე სართულზე, როგორც მაშინ, ახლა წაიასე ლამაზად არის მორთული ის სახლი, სადაც ჩვენი ყველა პროდიუსერი გველოდება. გადაცემამდე მგონი დავბერთ. ხრონია პოლა. ხარ ვთქვა რომ არ გელოდებოდეთ, მაგრამ რომელი საათი არის? აი სულ ვამბობ, ჩემი ჟურნალისტი არის სულთამხუთავი, ჩემი სულთამხუთავი. აბატონო, რომელი საათი? ღამის 2 საათია. და ეხლა მოვიდა გადაცემის ჩასწრას მოვყავ. აბა შენ ეგ თქვი, ეს ნიღაბი რა არის, ვის ემალები? ვის ემალები და ვიღაცა. აჰა. მოკლედ მოგზადით და მოვედით. ჩემო სულთამთავო. შენ ძალიან მიყვარს. აი ჟურნალა პროდიუსერი თქ და მოკლედ გილოცავთ, რავას და ეს არის. ჯანმრთელობას, ღირსებას, სექსობას. მოკლედ დავიწყეთ? დავიწყეთ. ხო, და აქ უნდა აღვნიშნო რომ რაღაცა მომენტში, როდესაც ჩვენ გადაცემის ჩაწერა დავიწყეთ, მაშინ ვთქვით პირველს რომ ჩავწერეთ, ვთქვით რომ რადგანაც მე ვარ სტუმარი თქვენი გადაცემის, დარწმუნებული იყავით რომ თქვენი გადაცემები ძალიან კარგად წავა. აი ნახავთ თუ არა. გილოცავ ძველით ახალ წელს. გასულ შობას. ყველაფრის კარგის მომტანი იყოს ახალი 2026 წელი და გავიხსენებ იმ პერიოდს, როდესაც ათენში ვერ გიპოვეთ. ვიწყებთ გადაცემა მონატრების ფერებს, ახლები ვართ, ასე რომ ვთქვა და თქვენ გადაცემა მონატრების ფერებს უყურებთ. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ და დღეს მე სტუმრად ვიმყოფები გადაცემა მონატრების ფერების მთავარ პროდიუსერთან, ლიგია მუშკუდიანთან. მოკლედ გაგიმარჯოს. გაგიმარჯოს. და გამომოჯო ჩემს ოპერატორს. ძალიან მარტივად დაგვებადა მე და ჩემს ძმას იდეა. წლების განმავლობაში ჩვენ ხშირად გვიწევდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წასვლა და ბევრი ისტორია გვაქვს მოსმენილი. წლების განმავლობაში მე და ჩემს ძმას დაგვიგროვდა სათქმელი. გვინდოდა რომ ჩვენ ის რაც წლების განმავლობაში ვნახეთ, ის მოგვეყოლა სხვებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა გადაცემა მონატრების ფერები, რომელიც დაეთმობოდა ჩვენს ქართველ ემიგრანტებს და მათ სათქმელს და მათ
გულის ტკივილს ყველას გავანდობდით და ყველას ვეტყოდით, რომ ემიგრაცია არ არის მარტივი. ემიგრაცია ეს არის რთული გზა, რომელიც იწყება საკუთარი სამშობლოდან, ოჯახის წევრებთან და მშობლიურ მიწა-წყალთან მოწყვეტა და უცხოეთის ცის ქვეშ წასვლა, სადაც არ იცი რა ხდება. ყველაფერი შორიდან ძალიან კარგად ჩანს. ხშირად გამიგია, რომ უცხოეთში, ევროპაში ევროს და დოლარის მსხმოიარე ხეები არის. თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ 7 სეზონი გავაკეთეთ და მეტნაკლებად მოვიარეთ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილი, სადაც ჩვენი ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ და თითოეული მათგანი გვიყვება თუ რა ძნელია ემიგრაციაში ყოფნა და ემიგრანტად ყოფნა. ბევრი ისეთი რესპონდენტი გვყავდა, რომელსაც საქართველო 20 წელია არ უნახავს და ტოვა განსხვავებული და არ იცის აქ რა დახვდება. პირველი რაც იყო, დავურეკე ჩემს მეგობარ დიანა გუგუაშვილს, რომელმაც ჩვენ გაგვაცნო ლიგია, ლამარიას პრეზენტაციის დროს გავიცანით ჩვენ ლიგია, რომელიც საუკუნის მეოთხე დიზე მეტია ცხოვრობს ათენში და ბევრ საინტერესო პროექტს აკეთებს ჩვენი ქართველი ემიგრანტებისთვის. აი ასე მოკლედ დაიბადა გადაცემა მონატრების ფერები და ჩვენ დავიწყეთ გადაცემის ჩაწერა. მივფრინავთ ათენში. თუმცა გადაცემა მონატრების ფერები ჯერ საქართველოში ჩავწერეთ, ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი პირველი რესპონდენტები. ჩვენ გადაცემა ჩავწერეთ ქართულ მარანში და ესე ვდგავთ პირველ ნაბიჯებს. ჩვენი რეისიც აფრინდა ქუთაისი ათენის მიმართულებით და ჩავედით საბერძნეთში. არაფერი არ ვიცით, გარდა იასას, კალიმერა, კალისპერა და დამთავრდა. დანარჩენი ვსაუბრობთ ინგლისურ ენაზე. ნუ კონტაქტი გვაქვს ლიგიასთან, რადგან თითოეული ქართველი რესპონდენტი, რომელიც მაშინ ჩავწერეთ, იყო ლიგიას დაგეგმილი, ანუ გეგმავდა ლიგია. ხო, თუმცა სანამ მაგ იქნებოდა მე აუცილებლად ვიტყვი, ზუსტად იმ პერიოდში, როცა მე საქართველოში ვიყავი ჩამოსული, ვიყავი მიწვეული დაახლოებით 5 გადაცემაში. და უბრალოდ ძალიან მერიდებოდა, რომ აი ერთ თვეში ჩართავ საქართველოს ტელევიზიის ნებისმიერ არხს და ყველგან ვარ როგორც ქართველი ემიგრანტი და თქვენც ჩამოდიხარ და მეუბნებით, რომ იცი რა შენი ჩაწერა გვინდა. და მე გეუბნებით, რომ მე ცუდად ვარ, თქმილი გითხარით, ბოდის გიხდით ახლა. ეხლა ვინანია მაგ ჩემს სოდვებს, მაგრამ ისიც შეგვედით, რომ მე აუცილებლად დაგეხმარებოდით გადაცემის გაკეთებაში, ანუ მე მოგიძებნიდით საინტერესო ადამიანებს, ათენში მოღვაწე საინტერესო ადამიანებს და მე ვფიქრობ, რომ მართლაც საინტერესო ადამიანები მოგაწოდეთ, თუმცა ამას მოყვა ძალიან ბევრი უსიამოვნო ფაქტები, ძალიან ბევრი ტკივილი, საბედნიეროდ ამ ყველაფერმა. ხო, ნუ რაც იყო, ყველაფერმა ჩაიარა, მადლობა უფალს. სხვათა შორის აქვე გავიხსენებ ერთ-ერთ ფაქტს ათენთან დაკავშირებით, როდესაც ხა ლიგიას ვეკითხები, რომ ერთ-ერთი ცნობილი ადგილია ლიკა ბეტოსის მთა ინტერნეტში ასე იწერება, თუმცა ლიკავიტოს ეძახიან ათენში. კითხვას რა თქმა უნდა ვსვამ ინგლისურად თუ რა ღირს აი ამ წერტილიდან ასვლა ლიკავიტოს მთაზე. ლიკავიტოს ბორცვზე უბრალოდ და ნუ ყველა მეუბნება რომ არის 20 ევრო, 25 ევრო, ზოგმა 30 ევროც დასვა კითხვა და ჩემს ძალიან მარტივი პასუხი იყო, რომ კი, მაგრამ აი აქ ცხოვრობს უკვე 25 წელიწადია ჩემი მეგობარი ლიგია, რომელიც მეუბნება რომ აქ ლიკავიტოსი ასვლა სულ რაღაც 5 მაქსიმუმ 7 ევრო დაგიზდეს კონკრეტულად ომონიდან. და ერთ-ერთმა იცოდა ინგლისური ენა. არის რამდენიმე ტაქსი უთხრა. რამდენიმე, ანუ ერთი და სხვადასხვა ფასები ზოგან იმატებს, ზოგან იკლებს, მაგრამ 20 და 20-დან 30 ევრომდე მერყევს და ერთმა იცოდა კარგად გამართულად ინგლისური და ძალიან მარტივად მითხრა რომ შენმა მეგობარმაო ლიგიამ წაგიყვანოსო 7 ევროდო მე ვარ წაგიყვანო. ასე რომ მოგვიწია მე და ჩემ ძმას წავედით მოკლედ ფეხით ლიკავიტოზე, აი არ მახსოვს დღემდე იქ ერთი მეტროსადგური იყო, დრო გადიოდა და რომ მიგვესწრო იმ მეტრომდე, რადგან მე უნდა წავსულიყავით აგია ვარვარაზე. წმინდა ბარბარე ქართულად ასე თარგმნით და იქაც ანუ ნიკა, რომელიც ასე ვთქვათ ამხელა მეორე კლასელი იყო, რომ გავუშვით უკვე ჩემზე მაღალი რომ დამხვდა და დედაჩემის ბიძაშვილი მოკლედ მაკა, რომელმაც გვიმასპინძლა და ეს პერიოდი ყოველთვის ანუ ჩვენ, როდესაც ჩავდივარ ჩვენი ქართველი ემიგრანტების გადასაღებად გვმასპინძლობენ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გვერდში უდგახართ ამ 7 სეზონის განმავლობაში გადაცემა მონატრების ფერებს და შემდეგ მოკლედ როცა ვწერთ ლიგიას, უკვე ვიწყებთ ნელ-ნელა გადაცემას. შემდგომ უკვე
პირველი გადაცემა ჩავწერეთ აქ. პირველი გადაცემა ჩავწერეთ აქ, სადაც მაყურებელმა ბევრი საინტერესო რამ გაიგო შენ შესახებ, იმიტომ რომ კომენტარები წამოვიდა, რომ ლიგია ეს არ ვიცოდი, ეს არ ვიცოდი, ეს არ ვიცოდი. ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ პერიოდში ხარ წასული, როცა არ იყო სოციალური ქსელები. შენ ემიგრაციის მაჯაზე გიდევს ხელი. კი ბატონო. გულისცემას გრძნობ ქართველი ემიგრანტების განსაკუთრებით ათენში. აი ეს პერიოდი როგორი იყო სხვა ქართველი ემიგრანტებისთვის? კვირა დღეს როდესაც გამოდიოდით და ესე იკრიბებოდით, ძირითადად რაზე გიწევდათ საუბარი? წარმატებულები იყავით საქართველოში, მაგრამ უცბად აღმოჩნდით არა თქვენთვის შესაფერ სამსახურებში. უბრალოდ რომ გადაგერჩინათ საქართველოში ოჯახები. კი ბატონო. როდის იწყება იდეა რომ შენ ქართველ ემიგრანტებს უფრო მეტად შეუმსუბუქო ემიგრანტული ცხოვრება და უკვე ის დაწყებული საქართველოში, ანუ შემოქმედებითი კუთხეს მისცე გზა და ფრთა გაშალო ათენში. საქართველოში არ მოგეც საშუალება სამწუხაროდ. კი, საქართველოში მე წარმატებული ვიყავი, ჩემს საქმეში რა თქმა უნდა, 90-იანებში მომიწია წასვლა საზღვარგარეთ, კერძოდ კი ათენში. რამოდენიმე წელი რა თქმა უნდა არაფერი არ გამეკეთებია, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან ძნელი პერიოდი, არ მქონდა საბუთები და ძალიან ძნელი იყო ამ ყველაფრის გაკეთება და ჩამოდის ათენში ასეთი პიროვნება არის მამუკა ლიპარტელიანი, რომელიც ძალიან ცნობილი არის საქართველოში როგორც პროდიუსერი, როგორც უჭკვიანესი და უნიჭიერესი ადამიანი ნამდვილად. მე ვარ პირველი ადამიანი, ვინც ხვდება მამუკას, ჩემს მეგობარ ქალბატონთან ერთად, ქალბატონ ნანასთან ერთად და მამუკამ წამოჭრაიდია, მოდი გავაკეთოთ საღამო მზია კვირიკაშვილის და ნეკასების კვერაძის საღამო. და აი აქედან იწყება ჩვენი, ანუ გავაკეთეთ ეს პირველი საღამო, საღამო ჩაიარა ფანტასტიკურად, ძალიან წარმატებული იყო, ეს პირველი საღამო იყო სხვათა შორის და აი ამ საღამოს მერე ჩემსა და მამუკას შორის მოხდა რაღაცა პატარა უსიამოვნება, მაგრამ მადლობა ამისთვის რომ უსიამოვნება მოხდა, იმიტომ რომ ამან მომცა ძალა და ენერგია და ესეთი რაღაცა რომ დამეწყო მე დამოუკიდებლად მოღვაწეობა და ეს იყო მამუკას დამსახურება. ეს არა კონცერტებზე მომიყვები მოკლედ ახლა ჩვენს ტელემაყურებელს ვეტყვი რომ ანუ ხაზზეა საბერძნეთის დედაქალაქი ათენი და აც ამერიკიდან უკვე დაბრუნებული მამუკა ლიპარტელიანი, რომელიც მოკლედ როგორც ვიცი ძალიან საინტერესო მოლოცვით არის თქვენთან მოსული და მამუკა გისმენთ. სრულიად საქართველოს და ყველა ქართველ ემიგრანტს გილოცავთ შობა ახალ წელს. ბედნიერების და წარმატების წელი ყოფილიყოს. გილოცავთ. აი მოკლედ ასე საინტერესოდ მოგვილოცა. შეათხოვოს მამუკა რომ მე ვარ შოუ-ბიზნესის დედა. და მამუკა შოუ-ბიზნესის მამა და მართლაც მამუკა ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში რომ მე ჩემი თავი მეპოვნა ათენში. პირველ რიგში უნდა გადამერჩინა საკუთარი თავი და მერე გადამერჩინა ყველა ის ქართველი ემიგრანტი იმ სულიერ შიმშილს, რასაც ისინი განიცდიდნენ. იმიტომ რომ მაშინ არ იყო ეს სოციალური ქსელები და რაღაცები და ერთადერთი ჩვენი გამოსავალი სულიერად ყოფილიყავით კარგად, იყო აი ეს კონცერტების შემოქმედებითი საღამოები და მადლობა უფალს ძალიან ბევრი შემოქმედებითი საღამო გავაკეთე, წარმატებული შემოქმედებითი საღამოები გავაკეთე და ავეწყე და დღეს მოკლედ თქვენი პროდიუსერი ვარ და ძალიან მაგარი პროდიუსერი ვარ. ხოთა შორის ყველაზე საინტერესო იყო რომ ჩვენ არა მარტო ათენის ემიგრანტები გავიცანით და გაიცნოთ ჩვენმა ტელემაყურებელმა და მათი ისტორიები მოისმინა ტელემაყურებელმა, ჩვენ წავედით იტალიაში. კი ბატონო. ნახეთ საქართველოდან ემიგრანტების ძალიან დიდი ტალღა, ეს არის თურქეთი, ეს არის რუსეთი, ეს არის საბერძნეთი, ეს არის იტალია. რაც შეეხება სხვა ძირითად, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ალბათ უახლოეს მომავალში მოგვიწევს წასვლა, ისევ და ისევ, ანუ ეს დამოკიდებული არის ფინანსებზე. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ანუ თითოეული გადაცემის გაკეთება ხდება ჩვენი სახსრებით, ანუ ჩემი ოპერატორისა და ლიგიას, ანუ სახსრებით, ანუ ჩვენი ცარიელი ხელებით, ასე რომ ვთქვათ, დღეს და ღამეს ვასწორებთ მე საქართველოში ლიგია საბერძნეთში, რომ ანუ თქვენ ქართველ ემიგრანტებს გქონდეთ სივრცე, სადაც თქვენს ხმას ყველა გაიგებს და თქვენს ისტორიებს მოყვებით. თუ არის ადამიანი, რომელსაც სურს, რომ ქართველი ემიგრანტების ხმა ესმოდეს მსოფლიოს, კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ და გელოდებით
იყოთ გადაცემა მონატრების ფერების სპონსორები. და შეგიძლიათ მოგწეროთ ჩვენ სოციალურ ქსელებზე და ჩვენ ახლა ჩვენი სახსრებით რასაც ვცდილობთ, ვაკეთებთ, ჩვენ ვიყავით იტალიაში, ვიყავით საფრანგეთში, საბერძნეთში თავისთავად ვიყავით. ბევრი ხშირად ვერ მოხდა ჩაწერა ბევრი ადამიანის ისევ დროის ფაქტორიდან გამომდინარე და ეს რაც ხდება იტალიაზე სულ გვინდოდა უცბად მოკლედ იქაც აღმოვაჩინეთ ჩვენი მეორე პროდიუსერი იტალიის ქალაქ ბარში. არჩეული კალბატონი კი კალბატონი ფიქრია კუჭუხიძე მოკლედ მოგიკითხავთ ფიქრია და გილოცავთ ჩემო ძვირფასო ადამიანო მადლობა ყველაფრისათვისაც აქამდე გააკეთეთ ჩვენთვის და დღემდე აკეთებ და იმედია ჩვენი ურთიერთობა ისევ გაგრძელდება და მადლობა ყველაფრისათვის პირადად ჩემგან და ჩემ ბიჭებისგან თუმცა აუცილებლად მინდა მოყვა იტალიის ამბები რა მიგენით ხა პირველ თავი რაც იყო იტალიაში ვიტყვი რომ ანუ ძალიან მარტივად ესე რომ ვთქვათ 9 ევროში ვნახეთ ყველაფერი ზუსტად აი აქ იბადება უკვე იდეა აქვე ვიტყვით რომ ანუ შევქმნით ტურისტული კომპანია ქართველი ემიგრანტებისთვის და არა მხოლოდ მათთვის დაგითრეველი ეს არის თამამად ვიტყვი საქართველოში ყველაზე დაბა ბიუჯეტიანი ტურისტული კომპანია რადგან ჩვენ არ ვმუშაობთ მოგებაზე ანუ ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ყველას ვაჩვენოთ თუ რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ ანუ ჩვენ გეხმარებით იაფი ავიაბილეთის მოძებნაში, სასტუმროს დაჯავშნაში და რაც ყველაზე მთავარია ბიუჯეტურად და იტალიაც აი ესე ზუსტად ჩვენ თვითონ აღმოვაჩინეთ 10-15 ევრო იყო. ვურეკავ ლიგიას და ლიგია მეუბნება რომ გამორიცხული 10-15 ევროთ არ არსებობს, ანუ ფეხით თუ წაყვალო. საქართველოდან ზუსტად 15 ევროდ გადავფრინდით, ჩავფრინდით ათენში, იქაც ჩავწერეთ რამდენიმე გადაცემა და გავფრინდით აფრინდა ათენი მილანის რეისი. და ზუსტად აფრენიდან 10 წუთში დაიწყო თვითფრინავ ისეთი ერყევები რომ აღარ მომჩნევია თორე რამდენიმე დღე აი ეს ლიგიამ რო ჩამაფრინდა აქ რო სტარტებით ესეც შენი 10 ევროიანი თვითფრინავი და თუმცა ეს ყოველთვის არის აფრენა დაფრენას თან ახლავს არ შეგეშინდეთ იფრინეთ და ისიამოვნეთ ჩავედით მოკლედ მილანში დაგვხვდა მარი კუბლაშვილი კაც საინტერესო იყო ესე რო აღმოჩნდი დუომოზე აი ესე სამი გადარეული ადამიანი კამერები ზურგჩანთები დამთავრდა კამერა მიკროფონი ზურგჩანთ ანუ ხმა კამერა ისმის მარტო ლიგიას ესე ჩავდივართ ხვდებით უცხო ადამიანებს რომლებიც გმას პინძლობენ და აი ესე ბედნიერად დუომოს წინ გადაცემა იწყება მარიე კუბლაშვილის ლექსით და ძალიან საინტერესო იყო ის მე ვეძებდით ადგილს და ყოველს კარგი იყო რომ ჩვენ წერთ გადაცემას და უცბად სამი ქალბატონი შემოდის და აი ესე სპონტანურად დაგეგმილ გადაცემის ჩაწერის შემდგომ კიდევ ერთი გადაცემა ჩავწერთ ამ ქალბატონებთან როგორც ყველა ქართველ ემიგრანტს არ სურს რომ გამოჩნდეს კამერასთან მაგრამ იმდენად კარგად ესაუბრა ჩვენი პროდიუსერი ლიგია სხვათაშორის ერთმა იცნო კიდეც იმ ლოკაციიდან სადაც მარი კუბლაშვილი ჩავწერე ძალიან შორს წავედი დაახლოებით ვიარეთ 9 საათი ფეხით იმიტომ რომ არც ერთმა კაფეტერიამ არ მოგჭა საშუალება რომ ჩაგვეწერა გადაცემები ხო დუომოდან წავედით ფეხით და როდესაც მარი კუბლაშვილის ვწერთ უცებ შემოდის სამი ქალბატონი რაღაცა ვიცანი სახეს რომ ქართველები იყვნენ და ჩვენს ოპერატორს და ჟურნალისტს ვეუბნები რომ ესენი ქართველები არიან და ჩავწეროთ და მათაც მივხვდნენ რომ ჩვენ წერდით გადაცემას ქართველ ემიგრანტზე და როდესაც მარი კუბლაშვილთან დავამთავრეთ ჩაწერა და მივედით და მევთხარით თუ შეიძლება მეთქი თქვენთან რამოდენიმე კითხვით მოგმართავთ რაღაცა ინტერვიუს გაკეთება გვინდა ერთი ქალბატონი მოწერა და მეუბნება ქალბატონი ლიგია მე თქვენ ძალიან კარგად გიჩნობთ თქვენს კონცერტებზე ვარ ნამყოფი და წარმოიდგინეთ ახლა 5-6 მილიონიან მილანში სადაც მართლა საოცრება არის რომ აი სადღაც შორს ცენტრიდან ხვდები კაფეტერიაში და ვიღაცა ქართველი მცნობს და აღმოჩნდა რომ ის ქალბატონი იყო ათენში ცხოვრობდა წლების განმავლობაში დადიოდა იმ კონცერტებზე რომელსაც მე ვაკეთებდი და მე მოკლედ აი ესე გავიჯგიბე მოკლედ და ჩემს ჟურნალისტს ვეუბნები აი ხო ხედავ აქაც კი მცნობენ ყველაფერი ანუ აწყობილი მთელი იტალიის გადაღებები დაგეგმილია ლიგიას ანუ მე ვერები ვერაფერში კი მწერე ყოველს რომ მიწერეთ ქალბატონ ლიგიას მიწერეთ იმიტომ რომ აწყობილი მას ისი აქვს იმიტომ რომ ვნახოთ ფიქრია უნდა ვნახოთ ქეთი კაცად რომში ჩვენი პროდიუსერი არაჩვეულებრივი უნდა ვნახოთ კი და მიჭირავს ჩემი მობილური რომელშიც უთო მარტივად მივდივართ სად დავდით დღეს რომში უნდა ღამე შეიძლება ქუჩაში გავათენოთ იმიტომ რომ არაფერი არ გვაქვს
არ გვაქვს სასტუმრო, არ გვაქვს ტრანსპორტი და ეს ხშირად ჩვენ გვიწევდა, კი არც ჩვენმა ტელემაყურებელმა ყველას გონია, რა ლამაზად ესე ის. აი გადოდესაც საკუთარი ბიუჯეტით გიწევს გადაცემების კეთება და მოგზაურობა. ძალიან მაგარი იყო. ძალიან მაგარი იყო, გეთანხმები და აი ესე გვიწევდა ავტობუსში. კი მოგდით რა ვთქვათ, მაგრამ ესე იყო ავტობუსში გავთენთ რამდენიმე ღამე, იმიტომ რომ გზას ვიღებდით ბოლო რეისი. არ მინდოდა ყველაფერი მოგვესო გადაგვიყო ყველაფერი და იტალიაში თან საინტერესო იყო კლასელს შევხვდი, ხო? ხო, ჩემ კლასელს შევხვდი, რომელიც წლები არ ჩამოვიდა, თქო და ეს მარტო ჩვენ უნდა ყოფილიყავით და წლები არ მინახავს და დავგეგმეთ მე და ჩემმა ჟურნალისტმა, გავდივარ და ხარი გავკარი ესე და მოტრიალდა და დამინახა და ნუ ისტერიკული სიცილი ტირილი და ეთო გიორბელიძე, ჩემო ტკბილა გოგო, მადლობა აი ამ ლამაზი წუთებისთვის, თუმცა ესეც ქეთიმ დაგეგმა ჩვენმა პროდიუსერმა რომში, ქეთი კაცაძემ, ძალიან დიდი მადლობა ქეთის, იმიტომ რომ საინტერესო პიროვნებები შეგვახვედა ბატონი ბეგლა, კი ბატონო და მადლობა ამისთვის ჩვენს ქეთის, თუმცა აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ არა რო არ თქვენს მოვკვდები. ეხლა ყველა მიცით ჩემი ფუფალობის ამბავი რომ მიყვარს ეს სამკაულები და ეს ჭყუალა რაღაცები და მეთქი წავალ ეხლა იტალიაში გადავიღებ ლამაზ ფოტოებს და მოკლედ წავიღე ჩემი ტანსაცმელები და ჩამიყვანეს ვენეციაში კიდევ ეძახი ფეხი მაქვს 38 იმდენი მაბორიალის ამ ჩემმა ბიჭებმა იმდენი მაბორიალის რომ ფეხი გამიღდა 40 და ვიყიდე აი ამ ხელა ისინი რა ქვია ჩექმები რაღაცები ხო? ხო და იმითი ვიარე მთელი იტალია მაგრამ საოცრება ისე რომ ვართ ვენეციაში არის აი ესეთი ვიწრო ქუჩები და მე მაქვს ჩაკეტილი სივრცის შიში კლისტოფობია ხო? კლისტოფობია კლაუსტროფობია კი აი მე აქედან შემიყვანეს იქიდან სადღაც მაბორიალებენ და უკვე ვგზნობ რომ ცუდად ავარ და ვიძახი ბიჭებო ცუდად ავარ და წამიყვანეთ აქედან იმიტომ რომ ვერ სუნთქავ და სადღაც დავსხედით მოედანზე სადღაც უკვე იმიტომ რომ თან ვეუბნები თუ მაინც და მაინც მომიკიდეთ ან ერთ მარნეულ და გამიყვანეთ აქიდან რომ აქ არ მოვკვდე და უცებ ვიღაცა ქალბატონმა გაიარა და აი უდაბნოში ხარ ქვიშა და წყალს უხედავ ეგეთ რაღაცები რო გელანდება და ეს ქართველი იყო თავარი ეგ იყო ხო და დათოშოვნები დათო ეს ქართველია და ლიგი ეხეში რაღაცები გელანდება არ მელანდება ქართველია ჩქარეხა დაეწე და უთხარი გაგვიყვანოს აქიდან და დათო მართლაც მიდის და ვერა ქალბატონო და მოიხედა მართლა ქართველი აღმოჩნდა ეს ქალბატონი და თურმე იქ სადაც ვიყავით ჩვენ მეორე პარალელური ქუჩა ყოფილა უკვე სუსტად გამავალი გზა გრანდ კანალზე ანუ დიდ არხზე ნუ მოკლედ ესენი კი რაღაც შევჭამე ცოცხლა ძალიან გამიძლეს მე საერთოდ ძალიან ბუზღუნა ვარ და მადლობა ბიჭებო რომ მიძლებთ სულ ბუზღუნებ სულ ჩხუბობ სულ აი არ ვიცი სულ ყვირი ვარ და ესენი ძალიან გიოზე ყავლაპარაკობ და ჩავედით მოკლედ იტალიის ქალაქ ბარში და ხდება მოკლედ კოლხეთის მშვენება ფიქრია თურმე შეუძლოდ ყოფილა ანუ ძალიან ცუდად იყო და მართლა არ მიგვატოვა აი ყოველ დღე ბოლო წუთამდე კი ბოლო აი გამოცდილებამდე და ყოველდღე უარს გვეუბნება ჩაწერაზე არა და პირველი ის იყო რომ უნდა ჩაგვაწერა ფიქრია და შემდგომ უკვე სხვები ჩვენი მიზანი მხოლოდ ეს იყო თუმცა ფიქრია დაუთმო სხვებს ძალიან საინტერესო იყო მოკლედ მადლობა ქეთი კაცაძეს რომელსაც მართლა გადაყვა იტალიაში და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ნატალია კაპანაძე რომელმაც აი კი ნატაზე მე შემიძლია მადლობა ჩემი სახელით მადლობა ჩემი ბიჭების სახელით ძალიან ბევრი ხართ ასეთი ადამიანები აი ყველას ვერ ჩამოვთვლი და მე მინდა ყველას მართლაც მუხლდაჩოქილი ჩემი და ჩემი ბიჭების სახელით გადაგიხადოთ მადლობა აი ჩემი ბიჭებს ასე ძალიან იხუტებთ გულში ასე ეფერებით ჩემებთან რო ვიყავი ტელევიზორში ვუყურებ ძალიან ლამაზ გოგონას მეთქი ვინ არის და ვურეკავ ლიგიას და ვეუბნები რა ის გოგო მინდა რომ ჩავწერო მეთქი და მოიცადე ხა ლილეს დავურეკავო დედამის და მართლაც ჩავწერეთ კეთი არის ძალიან კეთი საკალიდუ ჩავწერეთ ავატირეთ ცოტა მაგრამ ძალიან მაგარია სიამოვნებს თუ ქართულენაზე გადაიღეს ბერძნულ სერიალში არის მოდელი არის მოცეკვავი არის უნიჭიერესი ბავშვი ულამაზესი უნიჭიერესი ბავშვი და კეთი მე მართლა მიამაყები შვილო რომ ჩვენიანი ხარ მე ძალიან მიყვარ ხარ და მადლობა ყველაფრისათვის რომ აი ესეც ამახს ხვდი ქართველებს საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან ხაზზე არის კეთი საკალიდუ რომელსაც თქვენთვის ახალი წლის მოლოცვა უნდა. Κέτι γისმέντ. Με την καρδιά γεμάτη σεβασμό και αγάπη, θέλω να ευχηθώ σε όλους τους Γεωργιανούς καλή χρονιά. Εύχομαι ο νέος χρόνος να φέρει υγεία, ειρήνη και χαμόγελα σε κάθε σπίτι. Να είναι μια χρονιά γεμάτη φως, ελπίδα και όμορφες στιγμές που θα ενώσουν τους ανθρώπους και θα κρατούν τις αξίες και την παράδοσή σας. Καλή και ευλογημένη χρονιά και ήλωτσα αυτά χάλτσελς.
ჩვენმა ქართველებმა ძალიან ბევრ ადგილობრივ შეაყვარეს თავი. ეს იქნება საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც არ უყვარს საქართველო და არ უყვარს ჩვენი ქართველი ემიგრანტები. იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აკეთებენ უცხოეთის ცისქვეშ და რა თქმა უნდა, უცხოელები აზიარეს ქართულ კულტურას და აქვე უნდა ითქვას, რომ მართლაც ჩვენ ვართ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქართველი ერი. უბრალოდ ცხოვრების უღმართობა მოიტანა ის, რომ ქართველებს გვიწევს უცხოეთის ცისქვეშ ვაკეთოთ ის, რაც ძალიან არ გვიდა. მოგიხსენებათ, რომ ჩემ პროდიუსერის გარდა შემოქმედებით საღამოებს სხვაებიც აკეთებდნენ. ლიგიამ როგორც იზაუბრა, აკეთებდა მოკლედ სხვადასხვა საღამოებს, სადაც მოკლედ იყო შერეული სიმღერები, ანუ იყო როგორც ქართველები იღებდნენ მონაწილეობას, ასევე ბერძნები და აი ზუსტად აი აქ ჩნდება ადამიანი ალექსის დერმიცაკის, რომელსაც უზომოდ უყვარს საქართველო, უზომოდ უყვარს ქართველები და აი ასე ახლა ის იმყოფება მალდივებზე და აი ახლა ის შემოგვიერთდება გადაცემა მონატრების ფერების ეთერში და ჩვენს ქართველებს და ჩვენ მოგილოცავს ახალ წელს. Გისმენთ ალექსის. Αγαπητοί μου Γεωργιανοί, θέλω να σας ευχηθώ καλή χρονιά και στη γλώσσα σας. Κίλοτσαρτ, Άχαλ Τσέλς. Θέλω να σας πω ότι εδώ από τις Μαλδίβες, τις υπέροχες Μαλδίβες που τραγουδάω σε ένα φανταστικό resort, να έχουμε μια υπέροχη χρονιά όλοι και οι Γεωργιανοί που μένετε στην Ελλάδα αλλά και σε όλο τον κόσμο και φυσικά και αυτοί που είστε στη Γεωργία. Πολύ σύντομα, από ό,τι έχω ακούσει, θα είμαστε μαζί και εκεί για κάτι πάρα πολύ όμορφο που ετοιμάζουμε, αλλά το πιο ωραίο είναι αυτό που έρχεται στην Ελλάδα, στην Αθήνα, στις 8 Μαρτίου. Stay tuned, γιατί πραγματικά θα περάσουμε υπέροχα. Σας αγαπώ όλους, είστε όλοι φανταστικοί, είστε η αγάπη μου, σας έχω πάντα μες στην καρδιά μου και δεν θα σας βγάλω ποτέ νομίζω. ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მოლოცვისთვის და გავაგრძელოთ მოკლედ საუბარი. აქვე უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი ბერძენი მომღერალი არის, მაგრამ საქართველოში დაბადებული არის. ნიკოლეტა კონსტანტინედუ არის არაჩვეულებრივი მომღერალი, ულამაზესი, უმშვენიერესი ქალბატონი. ყველა პროექტში იღებს მონაწილეობას, სადაც როდესაც ქართველები აკეთებენ და უმეტესად ამას აკეთებს მამუკალი პარტელიანი, ყველა პროექტში იღებულობს უანგაროდ მონაწილეობას და რადგანაც ის რომ ქართველებს ძალიან უყვართ და ძალიან აფასებენ ქართველებს მას, აი ახლა ჩვენს გადაცემაში მიესალმება ჩვენს მაყურებელს, მიესალმება ქართველებს და მოგილოცავს ახალ წელს. ნიკოლეტა, თქვენ გადაცემა მონატრების ფერების ეთერში ხართ, გისმენთ. Πέρα από την Αθήνα, είμαι η Νικολέτα Κωνσταντινίδου. Σας εύχομαι υγεία, αγάπη, ευτυχία σε όλο τον κόσμο, σε όλους τους αγαπημένους του Γεωργιανούς. Გილოცავთ ახალწელს, ისურვეთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სიხარულს. Σας εύχομαι μέσα από την καρδιά μου υγεία, ευτυχία, αγάπη και ό,τι καλύτερο αποθεί ο καθένας ξεχωριστά. Σας αγαπώ. Ακθέτα θα κατέβω. Σε καλά επόμενα δίνω. Μπορεί να είσαι μαρχάλι. Κότσμιτ. Κάργα δίχαβη. Happy New Year 2026. Today is a new beginning. Not just a new day. აი ესეთი მოკლედ საინტერესო მილოცვები მივიღეთ ადამიანებისგან, რომლებსაც უზომოდ უყვართ საქართველო. გადაცემა მონატრების ფერები, როდესაც დავგეგმეთ ჩვენ, ვთქვით რომ აწ უკვე ჩემმა კოლეგებმა თქვეს თავიანთი სათქმელი. ჩვენ გვინდოდა განსაკუთრებულად სხვა რაკურსით გვეჩვენებინა ჩვენი ქართველი ემიგრანტები და ცრემლი არ ყოფილიყო ჩვენს გადაცემაში, თუმცა უცრემლოდ ვერც ერთი ჩაწერა ვერ ხერხდებოდა. არადა კითხვებს ძალიან მარტივად ვსვამდით, არ იყო დამძიმებული კითხვები და იყო ძალიან მარტივი. ერთ-ერთი რაც მახსენდება იყო ინგასთან, როდესაც ჩვენ შევედით, ემოციები იყო ჩანს კიდეც კადრებში და ინგა მოკლედ ავატირეთ, ასე ვთქვათ, კითხვა დაუსვი, გაიხსენე ის დღე, როდესაც ტოვებ საქართველოს ვინ გამოგაცილა თქო და აი მან ინგა წაიშალა უკვე. ეს კითხვა რომ დაგეკითხა. განშორებას იცით რა არის არ მეკონა, ეხლა თუ ამღერდებოდი მანდილად არ მეკონა. იმიტომ რომ როდესაც მამას დავცილდი მინდა ვთქვა, რომ გადაცემა მონატრების ფერები
ეს არ არის შოუ. ეს არის რეალობა და ჩვენ ესე დგავთ კამერას, ვრთავთ, ვამაგრებთ მიკროფონებს და ვიწყებთ გადაცემას. ანუ წინა სიტყვაობა ჩვენ არაფერი არ ვიცით. თითქმის სტანდარტული კითხვები გვაქვს ის, რაც ემიგრანტს უნდა დაუსვა. და შემდგომ უკვე ემოციიდან გამომდინარე ვსვამთ ამა თუ იმ კითხვას. ახლა რაც შეეხება თაკოსთანაც ზუსტად ანალოგიური იყო, როდესაც ერთმა უწყინარმა კითხვამ, ანუ კითხვა, რომელიც დაგისვი თაკო შენთან. კი გავიხსენეთ და ვიხსენებთ არაერთხელ, როდესაც შენთან მოვდივარ სტუმრად. მოგიხსენებათ, რომ თაკო დაუჯახდა საბერძნეთში, ყავს საუკეთესო მეუღლე. მოგიკითხავ დიმიტრი, ელა დიმიტრი ესე დაგისვა თაკო, ხო და შვილებიც რა თქმა უნდა იქ შეეძინა და ერთ კითხვას უსვამ, როგორი იყო ქართველი დედის იავნანა უცხო მიწაზე? სუპერულად რომ მაგარი ჩემი შვილს ფოტოში ემოცია იყო თქვი რომ მე ძალიან ემოციური ვარ თქო ქართული იავნანა იყო ჩემი შვილისთვის მე აი ასეთი უამრავი ფაქტი იყო ლიგია მერეკოსა ვინმე მირიან ზალოშვილი დაგვხვდება დედა ეს ზალოშვილი ვერ დამახსოვდა ზალოშვილი ყველაფერი ვთქვი ამ გვარის გარდა კაი ჰომონიას და ჰომონია კიდე ძალიან ბევრი ამოსასვლელია ვინც ხართ დამყოფი მიხვდებთ ამოდნი შევხვდი ამ კაცს ოპერატორი უკანასვლით მიდის უკან იქ ხოს მოძრაობა ხანვის დაეჯახა კადრებსაც ნახავთ ეს თირო ასე მე ეს მიკროფონით მაშინ ლოგოტიპით ვაკეთებდით ამ გადაცემას და ესე რა და აი მაშინ გავიცანით იქ ნინია შულაია შემდგომ რომელთანაც ვრცელი ინტერვიუ გქონდა ძალიან საინტერესო სხვათა შორის მისი საინტერესო ისტორია იყო ერთ-ერთი როდესაც შვილი დაუჭირეს ალექსანდროპოლოს ციხეში ეს ჩვენმა მაყურებელმა უკვე ნახა ამას ვამბობ რომ ყველა ქართველ ემიგრანტს ვაძლევთ საშუალებას რომ თავისი გზა ემიგრაციისა მოყვეს ყოველგვარი შელამაზების გარეშე ჩვენ ვაჩვენებთ ყველაფერს არაფერს არ ვჭრით და რადგან ომონიაზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ადამიანები რომლებიც მართლაც გარდა იმისა რომ ჩვენს გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა მართლაც არიან მასპინძლები ყველა იმ ადამიანს ვინც ჩადის ომონიაზე ეს არის ქალბატონი ნათელა ქალბატონი ნათელა კახეტური არაჩვეულებრივი ქალბატონი რომელიც აი არ ვიცი საოცარი ადამიანი რომელიც ყოველთვის თუ კი დაინახა რომ სტუმარი ჩამოდის ვინმესთან ომონიაზე პირველი ადამიანი რომელიც ხელგაშლილი რაც შეიძლება გააკეთოს და ქალბატონი თამრიკო და ჩვენი ალიკა და თამრიკო თამრო და ალიკა გილოცავთ ჩემო ძვირფასებო ჩემო ძალიან ტკბილებო ადამიანები რომლებთანაც შედიხარ სალონში მათ აქვს სალონი იცი და მენანდროს ქუჩაზეა სხვათა შორის და რო იყო ჩამოსული და დაც გაალამაზა და საერთოდ ყოველთვის თილობენ ყოველთვის რომ რაღაცით გასიამოვნოთ ანუ ომონი არის ის ადგილი და ეს ადამიანები რომლებიც ალამაზებენ ამ ბაიგნახე ჩვენს ქართველ ემიგრანტებს ვიტყვით რომ აუცილებლად უნდა თქვა დონას ეძახიან ომონის მამასახლის აი დილა გათენდება თუ არა ჩამოივლის გადაამოწმოს ყველაფერს ხო ყველანი მივიდნენ სამსახურში ხო ყველაფერი გზია დონაზე ჩვენ გავაკეთეთ ფილმი ბატონმა ბეშო სოლომონაშვილმა ბეშო დიდი მადლობა და გილოცავ კიდევ და კიდევ მაპატედათ რომ ჩამოგარდი სიტყვა ელჩი კეთილი სულ ცოტა ხნის იქონდა პრემიერა და ეს არის მართლაც ქალბატონი რომელიც აი ყველას პატრონი არის ფილმზე მე მოყვები და მანამდე მე ყველას პატრონი არის საბერძნეთში და მადლობა დონა ყველაფრისთვის კი აქ შევერთებ მე ლიგიას დონა გილოცავ ახალ წელს მე ყოველთვის თავიდან როდესაც პირველად შევხვდი სულ ქალბატონო დონა რა დონაც ისე ჟღერდა და მე ჩვენთვის გახდი დონა მართლა ძალიან ბევრი სიკეთე გვახსოვს ჩვენ მადლობა შენ ამისთვის ერთ-ერთი და მთავარი ჩემი მეგობარი რომ ასე ვთქვა შეიფარე და გზას დააყენე მადლობა შენ ამისთვის მოგიკითხავ დონა დიდი სიყვარულით საქართველოდან საოცრად უნდა ვთქვა საფრანგეთზე პარიზში როდესაც რა თქმა უნდა კი პარიზში მივდივართ ლიგიასაც უნდა ჩვენთან ერთად წამოსვლა მაგრამ თორთ ვერ წამოვიდა თუმცა დაგვხვედი რომ ძალიან საოცარი ადამიანები ვაჟა ასპანიძე დავხვდა
მოკლედ რომელთაც ერთი ვიცით ტროკადეროს მეტრო. მეორე ქვემოთ ეიფელიო. ჩაქვსვა მანქანაში, ხომც მანქანაში უცბად ესე უცბად მოგიყვა რომ პარიზი შედგება Île-de-France-ის და მას ყავს მოკლედ სიძე ფერად კანიანი. შვილიშვილები წავთ ესეუთ შერეული. ბონიების ბავშვებს ვიყის. ხოდა ჩვენ ვართ ჰაკიმის ხიდზე, საიდანაც კარგი ხედი იშლება ეიფელის კოშკზე და აი აქ მაგარი ცივა თან სცენის სანაპიროზე. ვართ ამ ხიდზე ვიყინებით კიდე კადრებში არ ჩანს კარგად. ბავშვებს შევხვდით მე მიშვილიშვილებს ბავშვები ყველა პარაგმენ ეს საინტერესო ილიგია გვიყვარხარ რომ ჩემ ფრანგულიც გამოვიყენე, ანუ ესე თუ პრაქტიკაში გამომადგა. Comment allez-vous? Comment? Quel âge as-tu? Quel âge as-tu? 7? 4 ans. 4. 2? On a 2 ans. 2 ans? Ligia. Miroir. მადლობა თითოეულ ქართველ ემიგრანტს მასპინძლობისათვის და აქვე მინდა აღვნიშნო მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო რაღაცა ფაქტი. აი ზუსტად ხო მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს გადაცემა ისე არ ჩავლის რომ არ გავიხსენოთ ის ადამიანები რომლებიც აღარ არიან უკვე ამ ქვეყანაში და მადლობა უფალსო ჩვენ მოვასწარით ორი ადამიანი წავიდა ჩვენი მეგობრები ჩვენი სალონიკში ქალბატონი ზოია რომელიც იყო მართლა ქართველების იმედი არაჩვეულებრივი ქალბატონი ჩვენ ჩავწერეთ მასთან ინტერვიუ სამწუხაროდ ქალბატონმა ზოიამ გადაინაცვლა ზეციურ საქართველოში თავის ქალიშვილთან ნაცვლში იყვნენ ორივე და ჩვენი სტაფი ქართველების სიძე რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი ქალბატონი მაკას მეუღლე თუნდაც აი ეს ჩვენი გადაცემები ღმერთმა ყველა დიდხანს აწუხოს თუნდაც ეს ჩვენი გადაცემები ღირს იმათ რომ აი ეს ამ ადამიანების სახე შემოუნახეთ ამ ჩვენი გადაცემით ისტორიას გადაცემა მონატრების ფერები დაუთმეთ სხვადასხვა შემოქმედებით კოლექტივებს და ასევე ცნობად სახეებს იმ ადამიანებს რომლებიც პერიოდულად ჩადიან ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან და მათთვის ქართულ საღამოებს აკეთებენ ჩვენ მართლა წარმატებულები ვართ და ვიქნებით და შემდეგ კი ჩვენი გადაცემის ჩაწერები იქნება ბელგიაში სადაც გველოდებიან ქალბატონი მანნა ჰოლანდიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე ვიცი რომ წელს ეს ყველაფერი იქნება კი დავდულა და აქვე ისე ვთქვათ, სანამ გადაცემა უკვე დასასრულს ახლოვდება, ჩვენ ისევ და ისევ ჩვენ ცარიელი ხელებით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა პროექტი ქართველი ემიგრანტებისთვის, ჩვენს რა თქმა უნდა მივიღეთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა, გადაცემა მონატრების ფერების სახელით. პროექტი შეადგინა ჩვენმა მთავარმა პროდიუსერმა ლიგია მუშკუდიანმა და გაიგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. პირველი ეტაპი გადავლახეთ, მეორე ეტაპზე მოხდა ჩვენს პროდიუსერთან დაკავშირება, ხოლო მესამე ეტაპზე ჩვენ გვითხრეს რომ პროექტში ვერ გავიმარჯვეთ. გადაცემა მონატრების ფერებს უთხრეს უარი. უარი ჩვენ კი არ გვითხრეს გადაცემას. უარი გითხრეს თქვენ, ჩვენო ქართველო ემიგრანტებო. ჩვენ ამ პროექტით გვინდოდა რომ უფრო ბევრთან ჩავსულიყავით მსოფლიოში და უფრო ბევრი ქართველი ემიგრანტის ხმა გაიგო მსოფლიოს, მაგრამ საქართველოში ქართველი ემიგრანტები აღარავის ჭირდება. გახსოვთ ხომ ალბათ სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც გამოგვიცხადეს, რომ ქართველ ემიგრანტს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას უზღუდავენ. კი, ქართველები აღარ ჭირდებათ. არადა გადავხედოთ მთელი საქართველოს ეკონომიკა ჩვენი აქ დარჩენილი ოჯახები ქართველ ემიგრანტებზე არიან დამოკიდებულები. უბრალოდ გადახედონ თუ რა ხდება რამდენი გზავნილი, რამდენი ასეულობით 1000 ევრო, დოლარი იგზავნება ყოველდღიურად საქართველოში. ქართველი ემიგრანტები აღარავის აინტერესებს, მაგრამ მე ერთს გეტყვით, ჩვენ გუნდი, რომელმაც წლების წინ დავიწყეთ ამ გადაცემის კეთება, ჩვენ ვაგრძელებთ ისევ, ვაგრძელებთ იმიტომ, რომ თქვენი ხმა ესმოდეს მსოფლიოს. ჩვენ გვეამაყებიან ჩვენი ქართველი ემიგრანტები, რომლებიც არიან დესპანები უცხო ქვეყანაში, რომლებიც საქართველოს სახელს ყოველთვის ამაღლებენ და წინს წევენ და ბევრ უცხოელს გაუჩინეს სურვილი, რომ აქ ჩვენთან ვიზიტორად ჩამოსულიყვნენ. დიახ, ესენი არიან ჩვენი ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ზრუნავენ საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოში. დიახ, თქვენ გითხრეს უარი და არა ჩვენ გადაცემას. ჩვენ მაინც გავაგრძელებთ თქვენთვის მუშაობას.
რა თქმა უნდა, ისე აქტიურად ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენ გადაცემას მაინც ვაგრძელებთ. როგორც ქართველი ემიგრანტი პირველად მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა ეს პროექტი და პირველად მივიღე მონაწილეობა და ძალიან გული მწყდება რომ ამ პროექტში ჩვენ ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მაინც, ჩვენ არ გავჩერდებით. ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ იქ სადაც ხმის უფლება ჩამოგვართვეს ემიგრანტებს, რა გარეტია მქონდა იმისი რომ დაუშვა და გვაფინანსებენ. არა უშავს, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ. ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი სახსრებით ამას ყველაფერს და მე დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ადამიანები, ვისაც გაუჩნდება სურვილი, რომ თუნდაც ჩვენს გადაცემას დაუდგნენ გვერდით, იმიტომ რომ დავწერთ ისტორიას ამ გადაცემებით. მე გაძლევთ ამის პირობას, რომ ეს მართლაც ასე იქნება. არა უშავს, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ. რა უნდა ძალიან გული მწყდება, მაგრამ თქვენს გარეშეც გავაგრძელებთ მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ პროექტი გქონდათ, თქვენ შეგეძლოთ გენახათ, რომ ჩვენ ცარიელი ხელებით 7 სეზონი, 3 წელიწადი ვიმუშავეთ ყოველგვარი დაფინანსების გარეშე ცარიელი ხელებით, მე და ჩემმა ბიჭებმა და ემიგრანტების გვერდზე დგომით. რა თქმა უნდა, ემიგრანტების გვერდით გავშევძელით ეს, მაგრამ არა უშავს, ჩვენ მაინც გავფრინდებით. რადგანაც ახალი წელია, მინდა რომ ხეულ ნოტაზე დავამთავროთ ჩვენი გადაცემა. ეს სპეციალურად ჩამოვიტანე ათენიდან, ეს არის ამას ეძახიან პიტას და აქ არის იღბლის მონეტა. იჭრება ეს პიტა, საბრძოლოდ ჩასახდება ყოველ შემთხვევაში და ეს ტრადიცია აქ ჩამოვიტანე, იჭრება ეს პიტა, რა თქმა უნდა ვიწყებთ ღმერთი, სახლი, რა თქმა უნდა ოჯახის, მაგრამ რადგანაც დღეს ჩემი ბიჭები აქ არიან, მე მინდა რომ გავჭრა ჩვენი მონატრების ფერების და ჩემი ბიჭების სახელზე და მე დარწმუნებული ვარ რომ იღბლის მონეტა აუცილებლად ამოვა მონატრების ფერებს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან იღბლიანები ვართ. იქნება ჩვენი ოპერატორი. აუცილებლად ამოვა. რამდენშობა აქ სტატუს ამოვა გიორგის თუმე. თავარია რომ მონატრების ფერმა გააგრძელოს მუშაობა და აუცილებლად გააგრძელოს და აუცილებლად შეხვდება იღბლიანი მონეტა. აი ნახავთ თუ არა. არც დათოს და არც გიორგის არ შეხვდათ ეს იღბლიანი მონეტა, მაგრამ იღბლიანები არიან რომ მე შევხვდი მათ იღბლიანი და შემდეგი ნაჭიერი არის მონატრების ფერების, აი ეს მონატრების ფერების არის შემოდათო და მოკლედ შეგახსენია აბა იქ თიმთებში. აბა გავხსნათ მონატრების ფერების. და დარწმუნებულია რომ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან იღბლიანები. არ არსებობს. აი. მონატრების ფერები, იღბლიანები ხართ. იღბლიანები ვართ, გილოცავთ და რა მაგარია. სპონსორებო, აბა თქვენ იცით ახლა გელოდებით, აი იღბლიანი მონეტა მონატრების ფერებს აგზავთ, ძალიან მიხარია და გადაცემა მონატრების ფერების შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან მალე შემოგთავაზებთ ფესტივალებს ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში და ასევე ჩვენ ვიქნებით მეგზურები უცხოეთში გამართულ ფესტივალებზე. ჩვენ ძალიან წარმატებით მივიღეთ პირველი, ესე ვთქვათ, გამოცდილება დიონისეს მიერ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, როდესაც ჩვენ რამდენიმე თეატრალური დასი, ანუ შენი შეთავაზებითა და ჩემი შეთავაზებით, მოკლედ მოხდა დიონისეს აი ამ ფესტივალზე და ვფიქრობ, რომ 2026 წელიც იქნება ნაყოფიერი და ჩვენ არა მარტო საბერძნეთში გამართულ ფესტივალებში ვიქნებით თქვენი მეგზურები,
არამედ მსოფლიოში გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო ფოლკლორულ თუ ვოკალურ ფესტივალებში და ასევე თეატრალურ ფესტივალებში. აი ესე სასიხარულო ნოტაზე მინდა დაგემშვიდობოთ ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო. აი ასეთი საინტერესო მხიარული ნოტით გადაცემა მონატრების ფერებში ხვდა იღბლიანი მონეტა და ვფიქრობთ რომ 2026 წელი იქნება ძალიან იღბლიანი, წარმატებული და საინტერესო. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემო ქართველო ემიგრანტებო, გვერდში დგომისთვის წარმატებები მინდა გისურვოთ და მალე დაბრუნება საქართველოში. მადლობა ჩემს თავარ პროდიუსერს, რომელიც ზრუნავს რომ გადაცემა მონატრების ფერები იყოს ასეთი გადაცემი და საინტერესო. ასევე მადლობა ჩემს ოპერატორს გიორგის, რომელიც ყოველთვის რჩება კადრს მიღება და თითოეული საინტერესო კადრი და საინტერესო მასალა ვიდეო კადრები ეკუთვნის მას. დავამშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს, მე კი გეტყვით, რომ აუცილებლად შემოგვიერთდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, რადგან როცა ჩვენ ანალიტიკა გავაკეთეთ, ბევრი ადამიანი ყავს მაყურებელი, რომელთაგანაც 95% არ ხართ არხის გამომწერები. აუცილებლად ძალიან მარტივად შემოდით სოციალურ ქსელ Facebook-ში, მოძებნეთ მონატრების ფერები და ძალიან მარტივად ინგლისურად დაწერია follow, ხოლო ქართულად გამოწერა. გამოგვიწერეთ, რადგან ბევრი გამომწერით უკვე ბევრი საინტერესო სპონსორი ინტერესდება ჩვენით. ასევე YouTube-იზეც ძალიან ბევრი მაყურებელი გვყავს, მაგრამ არც ერთს არ გაქვთ არხი გამოწერილი. YouTube-ზე ჩაწერეთ მონატრების ფერები და იქ ძალიან მარტივი ღილაკი აქვს, ნახეთ. გამოიწერე ზოგსთან subscribe რომელ ენაზეც გაქვთ ძალიან მარტივია გამოწერა გამოიწერეთ არხი იგივე არის TikTok პლატფორმაზეც ნახე პლუს ღილაკი რო აქ ესე პლუს ღილაკს დააწვევით და ძალიან მარტივად გამოიწერთ ასევე my videos-იც გამოიწერეთ ჩვენი არხი ძალიან მარტივია უბრალოდ გამოგვიწერეთ და აუცილებლად არ დაგავიწყდეთ თითოეულ გადაცემას რომ უყურებთ YouTube-ზე განსაკუთრებით დაწეროთ თქვენი კომენტარი, გულწრფელი კომენტარი. ამითი ჩვენ უფრო მეტად გავიზრდებით და უფრო საინტერესო გადაცემებს შემოგთავაზებთ და ასევე ქართულ ემიგრანტებო ვისაც გსურთ რომ თქვენთან ჩამოვიდეთ და თქვენ შესახებ მოუყვეთ სხვასაც აუცილებლად მოგწერეთ მონატრების ფერების Facebook გვერდზე და თქვენ პასუხს მოკლედ გაგცემთ ჩვენი პროდიუსერი ლიგიან. ჩვენს მოგზაურობას ევროპის მიმართულებით უზრუნველყოფს ჩვენივე ტურისტული კომპანია დაკითრეველი და ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს რა თქმა უნდა 2026 წელს კვირაში ერთხელ გადაცემაში მონატრების ფერები.